Excel-ში შეგვიძლია დავაყენოთ ხელოვნური ჩვენთვის სასურველი ნებისმიერი ფორმატი. ამისთვის უნდა მოვნიშნოთ თარიღები. მარჯვენა კლავიშით შევდივართ Format Cells, ამ პანჯერაში. გადავდივართ Custom-ზე. აი აქ ამ წუთში მითითებული არის რა ფორმატია დაყენებული. M აღნიშნავს months, ანუ თვეს, D day და Y 4 ჩანაწერით 4-ნიშნა ფორმატში წლები. Months day year ესეთია ფორმატი, რომელიც ამ წუთში არის მოცემული აი აქ. ჩვენ შეგვიძლია ეს ფორმატი წავშალოთ და ჩვენ თვითონ დავამუშავოთ ფორმატები. ამისთვის შევხედოთ შემდეგ მომენტებს. ერთი M-ი მოგცემს აი ამ თარიღიდან მხოლოდ თვის შესაბამის ჩანაწერს 8-იანს, 2M-ი მოგცემს ისევ თვის ჩანაწერს, როგორც ორნიშნა ფორმატში, ანუ თვე არა პირველი, არამედ 0-1, არა 8, არამედ 0-8 თვე. თუ თვე არის მე-10, მე-11, მე-12, მაშინ M-ი და 2M-ი ერთი და იგივე შედეგს მოგცემს. 3M-ი თვის დასახელება შემოკლებულ ფორმატში, ხოლო 4M-ი თვის დასახელება სრულად. D რიცხვი ერთნიშნა ფორმატში, 2D რიცხვი ორნიშნა ფორმატში, 3D კვირის დასახელება შემოკლებულ ფორმატში, ხოლო 4D კვირის დასახელება სრულ ფორმატში. რა შეეხება წლებს? გნებავთ 1, გნებავთ 2 Y სიმბოლო დაწერეთ, ეს არის მაინც წლის ბოლო ორი ციფრი, ხოლო 3 და 4 შემთხვევაში წელი სრულყოფილად. აი ამ კომპონენტების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენთვის სასურველი ნებისმიერი თარიღული ფორმატი, მაგალითად DD MMM 05 აგვისტო, მძიმე, ეს მძიმედ ერთ-ერთია ისახება ფორმატში, DDD კვირის რა დღეა და წლები. აი ეს ფორმატი თქვათ გვინდა დავაყენოთ, ვაწვევით OK-ზე და აიცახა შესაბამისად ეს ფორმატი ჩვენს თარიღებზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თარიღები გვინდა ჩავწევოთ ისე, რომ აისახოს ქართულ ვარიანტში, მაშინ Format Cells სანამ გადავიდოდეთ აქედან Custom-ზე, ჯერ Location-ში ვიპოვოთ Georgia. ამის შემდეგ აუცილებლად ამ ჩამონათვალში უნდა იპოვოთ ისეთი ფორმა, რომელიც ქართულ ტექსტებს იყენებს. მერე უნდა გადავიდეთ Custom-ზე და აი აქ, რასაც ვხედავთ, აი წინ კვადრატულში ჩასმული რაც არის, ეს არის ქართული Unicode-ის შესაბამისი ჩანაწერი. აუცილებელი არა ყველა თქვენთაგანთან იგივე ჩანაწერები იყოს. აქ შეიძლება იყოს სხვადასხვა რამ, დამოკიდებულია ეს იმაზე, რომელი კონკრეტული Unicode-ის გამოყენება ხდება თქვენი ოპერაციული სისტემის მიერ. აი ამას ვტოვებ, აქ რაც მომცა, ეს არის ქართული შესაბამისი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და დანარჩენს აქ ისევ D-ების, M-ებისა და Y-ის კომბინაციით ჩვენს მიერ შექმნილ ფორმატად ჩავწევთ. მაგალითად DD, MMM, DDD, იგივე ფორმატს ვიმეორებ ახლა და წლები. შესაბამისად მივიღეთ აი ასეთი ჩანაწერი. ასევე შეგვიძლია ნებისმიერ ენაზე გავაკეთოთ ეს, მაგალითად იტალიურად, Format Cells, უკვე Location-ში იტალიური უნდა მოვძებნოთ. მერე ისეთი ჩანაწერი, სადაც იტალიური სიტყვებია გამოყენებული, Custom, აი ამას ვტოვებ წინ რაც არის იტალიური Unicode-ის ვარიანტში და ვთქვათ, მინდა მხოლოდ კვირის დღე დაწეროს. DDD, აი ეს არის მხოლოდ კვირის დღე. აბატონო, თარიღების ნაცვლად წერია მხოლოდ კვირის დღეები იტალიურად. უყურეთ ჩვენ შემდეგ ვიდეოებს.